თითოეულ პაციენტში მივხედავ ჩემს შვილს. და როგორც ჩემს შვილისთვის ვიბრძვი, ისე ვიბრძოლებ მათთვისაც. ეს პროფესია მე ბავშვობიდან მინდოდა. ბავშვობიდან მინდოდა, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახში დატრიალდა ტრაგედია. დედას ჰქონდა ზუსტად ქალური დაავადება, რომელსაც გაუკეთა ოპერაცია და ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა 24 წლის ასაკში. მას უნდოდა რომ მე გავხდარიყავი ექიმი. რა თქმა უნდა, ის არ ფიქრობდა რომ მე გინეკოლოგი გავხდარიყავი, ის ფიქრობდა მაშინ ექიმობაზე. ამიტომ ჯერ კიდე 5-6 წლის ასაკში მქონდა შეძენილი ჩემთვის ფონდოსკოპი და სხვადასხვა ესეთი ინსტრუმენტები, რომელიც სახში შეიძლება ექიმს გამოდგომა და შემდგომში როცა მე უკვე სკოლაში დამამთავრებელ კლასებში ვიყავი, უკვე მქონდა გადაწყვეტილი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება. გავხდი მიანგინეკოლოგი. მე ეს პროფესიაც ავირჩიე ზუსტად იმიტომ, რომ ამ დარგით მისთვის საამაყოშვილი ყოფილიყავი. ფიქრობ, რომ ეს მედიცინის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია, იმიტომ რომ გვაქვს ორ სიცოცხლესთან საქმე, ერთი სიცოცხლე, რომელიც ჯერ არ არის მოსული, მეორე, რომელიც აძლევს ამ სიცოცხლეს. როცა გამარჯვებული გამოდიხარ, ხედავ ბედნიერ დედას, რომელიც იმ წამებში გახდა დედა და ახალდაბადებულ სიცოცხლეს. ეს არის ზუსტად ის ემოცია, რისთვისაც ღირდა ამ ქვეყანაზე მოსვლა და ამ პროფესიის არჩევა. ეს არის ალბათ პირველ რიგში პასუხისმგებლობის გზნობა, რომელიც ამ ემოციასთან არის დაკავშირებული. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული იმ ადამიანის სიცოცხლეზე, მომავალზე, მის უკან მდგომი ადამიანების, მისი მშობლების, ახლობლების, ქვეყნის და რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. რომ იმ წამებში უნდა მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება მარტო ემოციებზე დაფუძნებული, ის უნდა იყოს ცივი გონებით განსაზღვრული. პრაქტიკულად არც ერთი მშობიარობა არ მავიწყდება. უბრალოდ იყო ისეთი შემთხვევები, როცა აი თითქმის ჩაქნეული იყო ხელი სიცოცხლის გადარჩენაზე, პრაქტიკულად რო აი 0.01%-ია დარჩენილი, რომ შესაძლებელია. ყოფილა რომ მთელი გუნდი, მთელი საზოგადოება შემოგცხვირის და შენ ერთ გადაწყვეტილება უნდა მიიღო წამებში და აი მართლაც მქონია ესეთი ისა, რომ ოღონდ ეხლა შევძლო და გამომიყვანო და სულ აღარ ვიქნები ექიმი და ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ. მაგრამ მე როცა ყველაფერი კარგად დამთავრებულა, მიფიქრია, რომ არა, ამისთვის დავიბადე და ეს უნდა გავაკეთო. როგორია შეყვარებული დავით გაგუა? აი როგორცაც ვხედავთ. იმიტომ რომ მე დღემდე შეყვარებული ვარ. ჩვენ ვიყავით ძალიან ახალგაზრდები. 22 წლის ასაკში შევერთეთ თოღლი, ჩემი მეუღლე იყო 18 წლის მაშინ. დღემდე მოვდივართ ასე ერთად და მე მისი მხარდაჭერის გარეშე ვერც ვერაფერს მივაღწევდი და ჩემი წარმატების, ასე ვთქვათ, თილისმაც და ის ჩემი მეუღლეა. სამი შვილი მყავს. პირველი დაიბადა, როცა ჩვენ მე და ჩემი მეუღლე სტუდენტები ვიყავით, ამიტომ ასაკითაც პატარები ვიყავით და სხვა ემოციები მქონდა. შემდგომში ვიყავი უკვე მთავარი ექიმი, მაგრამ ვერ ვესწრებოდი, იმიტომ რომ რეგიონში მუშაობდი და გზაში ვიყავი ამ შემთხვევაში და გზაში მანქანაც გამიფუჭდა და რო ჩამოვედი უკვე დამშობიარებელი დავხდა ჩემი მეუღლე. ხოლო მესამე შვილზე როცა ის მშობიარობდა, რა თქმა უნდა, იქვე ახლოში ვიყავი, ეს ემოციები სხვადასხვა იყო, მაგრამ მაინც შვილის დაბადებასთან დაკავშირებული ემოციები იყო. მე ყველა მშობიარესთან პრაქტიკულად ესეთი ემოციები მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვიქნები ეგოისტი, მაგრამ ეს ჩემი შვილები იყო და ჩემი მეუღლე მშობიარობდა. მე არ ჩავრეულა მათი პროფესიული გზის არჩევაში, მათ ჯერ აირჩიეს მედიცინა, მათ ჰქონდათ არჩევანი, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე კარდიოლოგი არის და შეიძლება კარდიოლოგიას გაყოლოდნენ, მაგრამ მათ აირჩიეს მიანგინეკოლოგია.
ერთმა შვილმა ერჩია ფარმაცია საერთოდ. მე მქონდა სიამაყის გზნობაც, მინდოდა კიდევაც, მაგრამ მე მათ ვერც დაუშალე და ვერც ურჩიე. ის ცხოვრების გზა, რომელიც მე გავიარე, რა თქმა უნდა, მინდა რომ გაიარო, მაგრამ ეს იმდენად დიდი და ფიზიკური და ემოციური დატვირთვა არის, რომ ჩემი შვილები ამისთვის მეწოდებოდნენ. წარმოიდგინეთ, მე მთელი 45 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ცხოვრობ სამშობიარო სახლში, შეიძლება თვეში 20 ღამეს ვათენებდე, 24 წილადი 7 მუშაობდე და ჩემი შვილებთან, რა თქმა უნდა, მე ის ურთიერთობა ყოველთვის მაქვს ნახულობ დროს, მაგრამ ასე ვთქვათ, სულ გადარბენებზე ვიყავი და აი ამისთვის ისინი მეწოდებოდნენ. თუმცა როცა ისინი წარმატებული ექიმები გახდნენ, მე ამით ვამაყობ და მიხარია. რომ მკითხოთ თქვენი მთავარი ემოცია ცხოვრებაში რა არის, ხო ან რა გაგახსენდებათ, ხო შეგიძლიათ მიპასუხოთ. ალბათ მაინც ჩემი განვლილი გზა. ექიმობა ხო ეს არ არის ისეთი პროფესია, ეს მოწოდებით უნდა იყო, ხო? უნდა შეწიროს შენი თავი და ყველა საქმე გადადებული უნდა კონდეს, ხო? პაციენტის გულისთვის მე ყოფილარ ქორწილში არ წავსულ ვარ, შვილთან ვერ მივსულ ვარ და ასე შემდეგ და დამიგვიანე და ეს აი ეს ემოციები ძალიან ბევრი ის არის, იმიტომ რომ აქეთ პაციენტია, იქეთ სხვა პასუხისგებლობა ოჯახის, შვილების მიმართ და აი ორად უნდა გაიჭრა, ასე ვთქვათ და ეს ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ არის დავით გაგუა? ძალიან ძნელია თავის თავზე ისა მე ბუნებით ტრაბახი არ მიყვარს და ცოტა ისა ალბათ დრო ვითარება შეაფასებს ამას.